როცა ვამბობთ ამ კონცეფტს იუმორის გზნობა არ აქვს, რა კი ბორია ივანაშვილი სულიერი შვილები არიან და მის დებილურ ანეკდოტებზე აქვს იუმორი ალესილიო, მაგა ძალიან სწრინთ. რას ქვია არ გვაქვსო. საერთოდ რას ქვია ბორია ივანაშვილის დებილური ანეკდოტებიო. ჩვენ ბატონ ბიძინას არაჩვეულებრივად ბუნებრივი, ხალასი და ჭეშმარიტად ქართული მახვილგონიერება გვაქვს ნაწოვიო. შეიძლება დედის რძესთან არა, მაგრამ ნაწოვი ნამდვილად გვაქვსო. და ამის დასამტკიცებლად პროჭორილელები დროდადრო ცდილობენ კიდევაც გახუმრებას. თქვენ თუ არ გეცინებათ საკუთარ თავს დააბრალეთ. ვერ აფასებთ ესე იგი. ხუმრობა ყველაზე მაგარი ხომ იცით როდის არის? სერიოზული სახით როცა გეუბნებიან ან აკეთებენ რაღაცას. ბოლო გადაობა იცით? ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს უფროსი ლეიტენანტის წოდება მიანიჭა. ამხელა სუსის უფროსი, კაცი ბერია. უფროსი ლეიტენანტი გახადეს 47 წლის ასაკში. ეს იმ თავბუჩქა ბიჭის მეორე გადაობა. პირველი იყო თვენახევრით ადრე, სექტემბრის დასაწყისში, როდესაც მდინარაძეს ლეიტენანტობა მიანიჭა. ხომ გაინტერესებთ რა იცვლება ამხელა სპეცსამსახურის ხელმძღვანელისთვის ერთი ვარსკვლავის მიმატებით? ფული. ოჯახი ყველას გვყავს. უფროსი ლეიტენანტის წოდებრივი სარგო ხელფაში არ აგერიოთ, წოდებისთვის რასაც უხდიან არის 90 ლარი. უფროსი ლეიტენანტისა კი 100. ესე იგი მდინარაძე ყოველთვიურად 10 ლარით მეც აიღებს. და განა ცოტაა. თქვენ თუ შეიძლება ცოტაა, მაგრამ ქოცი ჩინოვნიკისთვის, ვინც ხელფასზე ცხოვრობს. და ჩვენ ხო ვიცით, რომ ყველა ქოცი ხელფასზე ცხოვრობს. 10 ლარის რაღაცაა. ალბათ ეგ იყო მოტივი, რისთვისაც საერთოდ სთხოვა წოდების მინიჭება კობახიძეს. სუსის უფროსის ხელფასი წოდება თუ აქვს, 13580 ლარია და თუ არ აქვს, 12410. ესე იგი, პაგონებიანი მდინარაძე 1070 ლარით მეც მიიღებს, ვიდრე უპაგონებო. ახლა ეს 10 ლარით დაემატება და გასწორდება ოჯახი წელში. ნამდვილი გადაობა კი ის არის ამიერიდან რა იქნება. უფროსი ლეიტენანტობა ლეიტენანტობას მოსდევს 3 წლიანი სამსახურის შემდეგ. 7 კვირაში თუ ანიჭებ, ნიშნავს რომ ვადამდელია. შეიძლება, მაგრამ ერთხელ. ამიერიდან ქართული კანონით მდინარაძეს ვადამდე წოდება აღარ მოემატება, ვეღარ მოემატება. ესე იგი, მოუწევს კაპიტნობის რიგში დგომა მომდევნო 3 წელიწადს და მერე მაიორობამდე უკვე 4 წელი. თუ კანონი არ შეცვალეს, ეგ კი ეხერხებათ იცოცხლებ პროჭორილელებს. მერე კი მოლოდინის ვადა იზრდება. 5 წელი ვიცე-პოლკოვნიკობამდე, 5-იც პოლკოვნიკობამდე. ახლა ეგ ყველაფერი ერთად დათვალეთ და 47 წლის კაცს მიუყენეთ. 17 წელი გამოდის პოლკოვნიკობამდე. უფროსი ლეიტენანტ მდინარაძისთვის. და 64 წლის კაცს პოლკოვნიკობას მიმენიჭებს. არავინ. იმიტომ რომ ამ ასაკში ვიცე-პოლკოვნიკები უკვე პენსიაზე არიან. მათი მედლები ჩვილიშვილები თამაშობენ, სანამ გაიზრდებიან და მშრალხიძე ჩააბარებენ გასაფრთხილად. სუსის უფროსის თანამდებობა კი პოლკოვნიკისა კი არა, გენერალ-პოლკოვნიკისა. ანუ მამუკას კიდევ ბევრი წლითა და აწლეულით საქმე არ მოაკლდება. თუ მაგნეხას დარჩა რა თქმა უნდა თანამდებობას. ოღონდ მე ერთი რამე მინდა ვიკითხო. ვითხოვ. წოდების მინიჭებამდე, ანუ ფაქტიურად სამხედრო სამსახურში აყვანამდე. სამედიცინო კომისია თუ გაიარა კანდიდატმა და კომისიამა რაო, ვარგისიაო. არ მგონია რომ რომელიმე პროფესიონალ ექიმს ამ დასკვნაზე ხელი მოეწერა, როდესაც მდინარაძის შესიებული კოჭები ყველას აქვს ნანახი. ეს არაა ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა, მეგობრებო. ქრონიკული დაავადება, გულის, თირკმლის, სისხლძარღვების, სახსრების ან ყველაფრის ერთად, რითაც კანდიდატი შემოწმებას ვერ გაივლის. დაბრაკავენ. და ამიტომ მგონია რომ მდინარაძემ კობახიძეს ჯანმრთელობის ყალბიცნობა წარუდგინა. მაგრამ აი ვთქვი ეს და ვიფიქრე და მე რა, აი ჯანმრთელობის ცნობა რა გახდა, როცა ქოცების ნახევარს დიპლომი და სერტიფიკატი აქვს გაყალბებული. მათ სულიერ ლიდერს კი ქორწინების ფრანგული მოწმობა.